France Press-ი საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ სტატიას აქვეყნებს. საქართველოს ხელისუფლების კონტროლი მედიაზე, განსაკუთრებით კი სატელევიზიო ახალ ამბებზე მიხეილ სააკაშვილის დემოკრატიული რეფორმატორის რეპუტაციას არყევს. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მუდმივ მანიპულაციაში ადანაშაულებს. ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭირვალება აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 96% პოლიტიკურ ინფორმაციას სატელევიზიო ახალი ამბებიდან იგებს. ორი კერძო არხი რუსთავი 2 და იმედი აუდიტორიის 2/3 ფლობს. კრიტიკოსების თქმით, ორივე არხი სამთავრობოა, ისინი სააკაშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებს ემსახურებიან. სააკაშვილი ხშირად ახსენებს, რომ საქართველოში 25-მდე ტელეარხი მაუწყებლობს, მათ შორის რამდენიმე მთავრობის მიმართ უკიდურესად კრიტიკულია, მაგრამ კრიტიკოსების თქმით, ორი ძირითადი ოპოზიციური არხი, კავკასია და მაესტრო, მხოლოდ დედაქალაქში მაუწყებლობს და მათი საერთო წილი ბაზარზე 7%-ზე ნაკლებია.